გამარჯობა, მეზურაბ ყალბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ფანდურის მუცელზე ვისაუბრე, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დარჩა სათქმელი. და რატომ გამიჭიანურდა მეორე გადაცემა? დიდი ფანდური ქონდათ შეკვეთილი და მოდი გავაკეთებ ამ ფანდურს და ჩვეულებრივი ზომის ფანდურთან ერთად დაუკრავ, რომ მოვასმენინო როგორ ცვლის ფანდურის მუცელი ბგერას. მაგრამ მე უცბად მოვისაზრე და უფრო პატარა მუცელი გავაკეთე, რომ ეს სხვაობა უფრო აშკარა იყოს. იმედია ჩემი ჩამწერი აპარატურა ტელეფონით ვიწერ და იმედია ჩემი ჩამწერი აპარატურა ამ სხვაობას აღიქვამს და გადმოსცემს, მოგასმენინებთ და მხოლოდ ნათქვამით არ დაჯერდებით. და გაიგებთ როგორ ცვლის მუცლის ზომა და გულის მოცულობა საკრავის ბგერას. მაგრამ ჯერ ამ საკითხებზე ვისაუბრებ. ერთი ის, რომ თითქოს დაბალი მუცლიდან ბგერა უფრო წინ მოდის. ეს შევამჩნიე ჯერ კიდევ ფანდურის მუცელს ვთლიდი. ერთ-ერთი ბოლო ფანდური იყო, რომელიც გავთალე. მასალა ისეთი იყო, რომ დაბალი მუცელი გამოვიდა. გავთალე ფანდური, გავაკეთე და რო დაუკარი, თითქოს უფრო წინ წამოვიდა ბგერა, ვიდრე ჩვეულებრივი ზომის მუცლიდან უფრო ღრმა მუცელს ვაკეთებდი ხოლმე. მალევე უკვე ფიცრით დავიწყე მუცლის გაკეთება და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ფიცრით აწყობილი მუცელი ბგერას წინ გზავნის და ამიტომაც ალბათ აღარ დავაკვირდი მართალია თუ არა ის, რაც შევამჩნიე. და მეორე მიზეზი კიდევ რა არის, რომ რო აკეთებ, უნდა იყოს ერთნაირი ფანდურები. წინა გადაცემაში მოვყევი ხომ, რომ მოსვლან და უთქვამთ, აი იმ ფანდურს უფრო დიდი მუცელი აქვს. ასე აუხსნი ადამიანს, რომ ის ოსტატი იმ ხელა ფანდურს აკეთებს, მე სხვა ზომისას ვაკეთებ, სხვანაირს ვაკეთებ და აუხსნი ადამიანს გაიგებს, რომ ყველა თავისებურად აკეთებს. მაგრამ მე რო ზოგი ფანდური უფრო მაღალი გავაკეთო, ზოგი უფრო დაბალი, ზოგი ცოტა დიდი, ზოგი პატარა, ვერ მიიღებს მყიდველი და ამითაც შემორკილი ვარ, რომ ბევრი რამე კიდე არ ვიცი, რას გვაძლევს, თუნდაც იგივე კი ფიცრით გაკეთებული მუცელი ბგერას წინ გზავნის, მაგრამ ეგებ ფიცრით აწყობილ მუცელშიც იგივე მოქმედებს ფიზიკური კანონები, რომ უფრო წინ წამოიღოს ბგერა. პირი ზუსტად იგივე იყოს, რაც არის პირობითად. ეს რო ავიღოთ და ერთი ფანდური უფრო დაბალი იყოს, ამ ფანდურის მუცლის სიგრძე 320 მმ-ია, სიგანე 170 მმ, სიმაღლე 85 მმ. მithქვამს, რომ რთულია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მილიმეტრებით რო ვამბობ, აღიქვას ამ სიგრძე არის ეს, მაგრამ ჯობს როგორც წესი მილიმეტრებით ვისაუბრო. მithქვამს ისიც, რომ საკრავის მკეთებელი ოსტატები მილიმეტრებით ამობენ ზომას. და მაგალითად პირი ზუსტად ამ ხელა არის, რაც არის და ერთი მუცელი უფრო დავადაბლე 7-7.5 სანტიმეტრი, მეორე მუცელი უფრო ღრმა გავაკეთე. მაგალითად 90 მმ. და როგორ შეცვლის ბგერას, მაგრამ ისევ გავიმეორებ, რომ მყიდველს არ უნდა ესეთი ცვლილებები. იმას უნდა, რომ ერთნაირი ფანდური ქონდეს. პირობითად გავაკეთე ხო უფრო ღრმა მუცელი 90 მმ-იან და ვიღაცამ გამომართვა წაიღო და მეორე ფანდურს რო შეადარებს, თავისი ფანდური დაბალია, უი რატო მატყუებს, შეიძლება მოვიდეს დაიწყოს, აი იმას რომ უფრო დიდი მუცელი აქვს, ვერ აუხსნი ადამიანს, რომ ეს მუცლის სიმაღლე ბგერას არ აფუჭებს. ბოლოს მოგასმენინებთ დიდ პატარა მუცელს და მაგრამ სათქმელს მოვაყოლებ, რომ დიდი მუცელით უფრო ღრმა ბგერას ვიღებ და ადამიანს ვერ აუხსნი, რომ ეს ღრმა ბგერა უკეთესს არ ნიშნავს. თავთავისებური ბგერა აქვს. ანუ ესეც მზღუდავს, რომ ვერ ვაკეთებ სხვადასხვანაირ ზომის მუცელს. იგივე ისევ ამ საკითხს საუბრობ, ცოტა უფრო მაღალს, უფრო დაბალ მუცელს, რომ გავარკვიო, რაც გვაძლევს. და ამიტომ ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ეს საკითხი. თუმცა მსგავსი რაღაც დავით ყიფიანმა მითხრა,
რუსთავის ელისიონის სოლისტი, ინსტრუმენტალისტი. დაახლოებით 9 წლის წინ საუბრობდით და ასეთი რამ მითხრა, რომ ქონდა ბას-გიტარის ტარი და ერთ-ერთ თოსტაც მუცელი გააკეთებინა ამ ტარისთვის და დაუკრა საკრავი, ბანის საკრავი გააკეთა და არ მახსოვს მიზეზი მუცელი დაადაბლებინა და ზუსტად იგივე მითხრა, მუცელი რო დავადაბლეთ, თითქოს ბგერა უფრო წინ წამოიღო. მაგრამ კი, იგივე მიიღო, დაბალი მუცელი უფრო წინ გზავნის ბგერას, უფრო წინ მოაქვს ბგერა. მაგრამ ორი საკრავით ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს 100-ია. კი, სხვადასხვა საკრავმა ერთ და იგივე მოგვცა და უფრო ვარაუდით ესეა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. მეტი საკრავი რომ გადაჭრით თქვათ, დაბალი მუცელი უფრო წინ გზავნის ბგერას, ვთქვი მაღალი ღრმა მუცელი. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? დაბალი მუცელი ხო უფრო პატარა არის გული, დაბალი მუცელის გული პატარა არის. პატარა მუცელში უფრო მაღალი ბგერები ძლიერდება და მაღალი ბგერები უფრო გამოკვეთილად ისმის. და ალბათ ეს გამოკვეთილად რო ისმის, გონია რომ უფრო წინ მოაქვს ბგერა. ეს დასადგენია, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ანუ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ დაბალი მუცელი უფრო წინ გზავნის ბგერას. მეორე საკითხი რა არის? წინა გადაცემაში ვთქვი, რომ კაკალო აშკარაშვილმა მითხრა, რომ მუცლის სიგრძე სიგანით თანაფარდობა უნდა იყოს როგორც 3-2-თან. პირობითად თუ კი მუცლის სიგრძე 300 მმ-ია, სიგანე 200 მმ უნდა იყოსო. მაგრამ ჩემი დაკვირვებით ეს თანაფარდობები არ მოქმედებს ბგერაზე, ანუ საიდან გამახსენდა ეს? ალბათ წელიწადნახევრის წინ ერთ-ერთ პიროვნებასთან საუბრობდი და მითხრა, რომ ჩემმა ნაცნობმა ფანდური გააკეთა გიტარის თანაფარდობებითო. რომელიღაც ფაბრიკაში ყოფილა და იქ აუხსნეს, რომ გიტარის მთელი სიგრძის მე მგონი 1/10 უნდა იყოს მუცლის სიმაღლე, რაღაც თანაფარდობა უნდა იყოს მუცლის სიგანე და ასე შემდეგ და რატომ მეთქი, რატომ მთელი სიგრძის უკეთესი არ იქნება, რომ მენზურის თიხემძღვანელო მეთქი და არა მთელი სიგრძით, რაც გვაძლევს ეს. და არ ვიციო, არ უთქვამს, ეგ იმ პიროვნებასაც არ აუხსნეს ფაბრიკაში, რატო ესე და არა სხვაგვარად. მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ ეს თანაფარდობები არ ცვლის ბგერას, ანუ არ აფუჭებს, ხო? რადგან პირობითად რომ ეს თანაფარდობა ესე უნდა იყოს და თუ შეიცვალა, ბგერა წარმოსახვით, ხო უნდა გაფუჭდეს, ცუდი უნდა იყოს, ეს თანაფარდობა თუ დაირღვა. მაგრამ ცუდ ბგერას არ ვიღებთ. ისიც მოვიყვანე, მოვყევი, რომ მეგონა მუცლის მოყვანილობა უფრო შეგვიძლია ვთქვათ პირი, რადგან წინა პირით ჩანს, ხო? დავისებრია მუცელი თუ ნიშვისებრი, ან რომბისებრი მუცელიც რომ იყოს. მეგონა რომ ეს მუცლის მოყვანილობა, ფორმა ბგერას ცვლის და გავაკეთე მუცელი ერთ და იგივე მასალა, მუცლის მასალა პირის ხეს ერთ და იგივე იყო, ერთი ფანდური გავაკეთე ნიშვისებრი, მეორე ნავისებრი. დაუკარი და არანაირი სხვაობა. და თქვი კიდეც რომ ეს ფორმა კი არ ცვლის ბგერას, მასალა მოქმედებს ბგერაზე. რა მასალა არის? და იგივე არის ის თანაფარდობები. კაკომ რო თქვა, 3-2-თან თანაფარდობა, ეს არის ბუნებრივი ინტერვალი კვინტა. სიმით რო აგიხსნათ, მაგალითად, სიმის სიგრძე არის 300 მმ, ისევ ასე ვთქვათ. თუ კი 200 მმ-ზე დავამოკლებთ სიმს, ეს იქნება 2/3 სიმის სიგრძის და ასე მივიღებთ კვინტას. ინტერვალი, კვინტა ბევრმა არის, ვისაც მუსიკალური განათლება არ აქვს და ასე მარტივად რო აგიხსნათ. თუ კი არის იმ 300 მმ-იანი სიმით თუ ვიღებთ დოს, იმ 200 მმ-იანი სიმით მივიღებთ სოლ ბგერას. ეს არის ბუნებრივი ინტერვალი, 3-2-თან თანაფარდობა. 4-3-თან თანაფარდობა კვარტა არის დო, ფა, ინტერვალი. მაგრამ ეს მუცლის სიგრძე სიგანის თანაფარდობაზე არ მოქმედებს. ანუ ჩემი ფანდურების მუცელი რომ გაყოთ თქვენ თვითონაც 320 მმ 170 მმ-ზე. დაახლოებით 1.9 მივიღე, რომ გავყავი. ზუსტად აღარ მახსოვს. პირობითად 1.9. ეს არ არის ბუნებრივი ინტერვალი.
1/4 რო იყოს ეს ოქტავა არის ბუნებრივი ინტერვალი, მაგრამ არ არის ხომ? დავარღვიე ის თანაფარდობები. ანუ გერა ცუდი უნდა ქონდეს ფანდურს, მაგრამ არა, კარგი ხმა აქვს ფანდურს და არ ცვლის, ანუ ისეთ სხვაობას არ მოგცემს, რომ საკრავს გერა გაუფუჭოს. კიდევ ის ალბათ ვერ ვთქვი კარგად, რამხელა უნდა იყოს მუცელი. ამ მუცლის ზომებს ისევ გავიმეორებ 320 მმ სიგრძე, 170 მმ უგანიერეს ადგილზე სიგანე და სიმაღლე 85 მმ. ალბათ ეს არის ის ქვედა ზღვარი. ამაზე პატარა მუცელი უკვე პატარა იქნება. და ეს დიდი მუცელი 190 მმ არის სიგანე, 360 სიგრძე მუცლის და 100 მმ სიმაღლე. დიდს ვამბობ, უკვე დიდი არის ეს მუცელი. ალბათ 320 მმ-დან 340-345 მმ სიგრძე მუცლის 170-დან 185 მმ-მდე დაახლოებით სიგანე რო იყოს და ასე 90-95 მმ სიმაღლე. ეს საშუალო ზომა მუცლის. შეგვიძლია ოდნავ გრძელიც გავაკეთოთ, მაგრამ ვიწრო მუცელი რომ გული არ მივიღოთ დიდი. და მჟღერის სიგრძე 480 მმ კარგი ზომა არის, საშუალო ზომა, ესეც რომ ვთქვათ. და რატო ვამბობ ეს საშუალო ზომას, ის 360-190-ზე რატო ვამბობ რომ დიდია. წლების წინ ამ ხელა მუცელს ვაკეთებ და მჟღერის სიგრძე 480 მმ იყო და რამოდენიმე ფანდური ვნახე, საკონცერტო შოუ უწოდებენ, მასიური ხის ფანდურს შოუ უწოდებენ. და შესტომით ფიცრთან წყობილი ფანდურზე ამბობენ რომ ეს მასიური ხე არ არის, მაგრამ ცდებიან, არ იციან რას ნიშნავს მასიური ხის საკრავი ზოგადად. ამაზე ცალკე ვისაუბრებ, ცალკე პროცენტ ჩავწერ გადაცემას ალბათ. და 480 მმ-ს ვაკეთებდი, ნახე რომ 510 მმ-ია ფანდურის ჟღერის სიგრძე და მოდი მოვსინჯავ მეთქი რა გამომივა. იმ დიდ მუცელს უფრო გრძელი ყელი გავუკეთე, რომ 510 მმ მიმეღო ჟღერი. ჩვეულებრივ ვავდი ხოლმე 0.8 სათეოზაუძოა მესამე სიმათ და 0.7 მეორე და პირველ სიმათ. როაუბი წვრილი აღმოჩნდა გრძელი მჟღერისთვის და იცკიპინა სიმებმა. აუბი მერე უკვე პირველი სიმი ისევ 0.7 დავტოვე, მეორე სიმი 0.8 და მესამე სიმი 0.9. ლამაჟორში რო ავაწყე, სიმები ძალიან დაიჭიმა და ბალალაიკასავით წკრიალა ბგერა მომცა. და არ მახსოვს სოლ მაჟორში თუ ფა მაჟორში ავაწყე. რო დაუკარი, გრძელი მჟღერი რო იყო და ის მსხვილი სიმი 0.9-იანი. პირი და მუცელი უფრო მძლავრად შეარხია ამ სიმებმა. და გიტარასავით ღრმა მძლავრი ბგერა მივიღე. ვამბობ ხოლმე რომ გიტარას და ბალალაიკას ვამბობ, როცა ფანდურის ბგერაზე ვსაუბრობ, რომ არ უნდა იყოს გიტარასავით ღრმა მძლავრი ბგერა, ძლიერი ბგერა სხვა არის, მძლავრი არ უნდა იყოს. და ბალალაიკასავით არ უნდა წკრიალებდეს ფანდურის სიმები. წკრიალა ლითონისებრი წკრიალი არ უნდა გვესმოდეს. ესეც მithkomს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატო ვამბობ ამას. ფანდურის მუცელი კი იყო გრძელი, მე მგონი 390 მმ, გადაცემაში ხო თქვი, რამოდენიმე ფანდური რამხელა იყო, მაგრამ ვიწრო იყო მუცელი და დაბალი. ამიტომ გული პატარა იყო და თუნდაც ამიტომ ვერ მოგცემდა იმ ღრმა ბგერას, რაც გიტარას აქვს ღრმა ბგერები. და რადგან ნაწლავის სიმები ქონდა ხალხურ ფანდურებს, ლითონისებრი წკრიალა ბგერას არ გვაძლევდა და ამიტომ ვამბობ ხოლმე, ამიტომ ვადარებ ლითონის წკრიალა ბგერა არ უნდა გვესმოდეს და გიტარასებრი ღრმა მძლავრი ბგერები არ უნდა მოდიოდეს ფანდურიდან. ფანდურებს სანამ მოგასვენებთ, მუცელზე კიდევ გავიმეორებ, რომ ყველა ოსტატი თავისებურად აკეთებს. თან მარტო თავისებურად არა, დროთა განმავლობაში შეიძლება შეეცვალოს აზრი. მოვყევი ხომ წინა გადაცემაში, რომ პირველი ფანდური რო გავთალე, რატომღაც თავისებრი მუცელი არ მომწონდა და ნიჩბისებრი დავხატე და ნიჩბისებრი მუცელი გავთალე. დროთა განმავლობაში შეიძლება მაგალითად ბოლო ვიღაცას რაღაც ზომას აკეთებს ხო ოსტატი და რატომღაც აღარ მოსწონს პირობითად განიერი მუცელი და უფრო დაავიწროვა მუცლის ბოლო ან სიგანე უფრო დაავიწროვა
ან გააგანიერა უფრო მუცელი ეს შეიძლება შეიცვალოს ადამიანს აზრი. ახლა კი ფანდურებს მოგასმენინებთ. ეს ფანდური კი კლასიკურია, მაგრამ ხალხური ფანდურივით ავაწყე რომ ერთნაირად დაუკრა. მარტივ მელოდიას დაუკრავ რომ სხვაობა მოისმინოთ. ალბათ ისმის რომ დიდი მუცელი უფრო ღრმა ბგერას გვაძლევს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ღრმა ბგერა უკეთესს არ ნიშნავს. თავისებური ტემბრი აქვს ამ ფანდურსაც და იმ პატარა ფანდურსაც. ვის როგორი მოეწონება და ისევ გავიმეორებ რომ ორკესტრისთვის დიდ პატარა მუცელი ორკესტრის საერთო ჟღერადობას გაამდიდრებს და ასე ორკესტრის ჟღერადობა უფრო ლამაზი იქნება. დღეს ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.